სოფელი დიდი ისტორიით ზღვის დონიდან 750 მეტრზე ბორჯომ ხარაგაულის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ნუნისის გამორჩეული ბუნება, უნიკალური მიკროკლიმატი და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გოგირდოვანი წყალი კარგი დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის. სოფელი, რომლის განსაკუთრებულობაც ვახუშტი ბატონიშვილის წყაროებშია ნახსენები, ისტორიული ძეგლები კი მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება, თანამედროვეობაში მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშეა. დარჩენილების ყოველდღიურობას კი მძიმე სოციალური პირობები ართულებს. სოფელში, სადაც კურორტი ჯერ კიდევ 1856 წლიდან არსებობს, არ არის ბუნებრივი აირი, ინტერნეტი, საჭირო ინფრასტრუქტურა. მთავარი გამოწვევა კი უმუშევრობაა. იმის მიუხედავად, რომ ნუნიში მიწა მოსავლიანია, სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალი საჭირო ხარჯებს ვერ უზრუნველყოფს. ამ გამორჩეული სოფლის პოტენციალის გამოყენებას კი სახელმწიფოს ხელშეწყობა და ადგილობრივების მოტივაციის წახალისება სჭირდება. ანა ნოდია და კაკო გურგენიშვილი ნუნისიდან. თითქმის 10 წელია სოციალურ თემატიკაზე მუშაობისას გადამღებ ჯგუფთან ერთად რეგიონებში ჩასულს ერთი და იგივე განცდა მეუფლება. როგორ თანაარსებობს ერთ პატარა ქვეყანაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეკოსისტემა, კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და ის ლოკალური, ავთენტური მიკროკულტურა, რომელიც იდენტობას საუკუნეებია ინარჩუნებს. მიწით, ჰავით, სხვა ბიორესურსებით გამორჩეული საქართველო მინიმუმ თვითკმარი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის წარმოებაში, თუმცა რეგიონებში სულ სხვა რეალობა გვხდება. მოსახლეობისგან შეთხელებული სოფლები, მაღალი მიგრაცია, რაც დაბალი შემოსავლით. ხშირ შემთხვევაში კი უსახსრობით არის გამოწვეული. მოამბე რეგიონების მორიგი გაჩერება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუნისია. სამკურნალო, იშვიათი თვისებების მქონე მინერალური წყლით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელმაც მნიშვნელობა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში შეიძინა. მე რაც გავიგე, რაც ბავშვობიდან მსმენია, ნუნისი იყო ის კურორტი, რომელიც იდგა ფეხზე. მოდიოდნენ ტურისტები და ძირითადად ამ შემოსავლით ცხოვრობდა მოსახლეობა. ეხლა შედარება რო გავაკეთოთ. აი რა სიტყოდით? ისე როგორც უნდა გამოიყურებოდეს საკურორტო ზონა, ასე არ არის აქ. მიუხედავად იმისა, რომ ნუნისის წყალს კურნალობის მხრივ ანალოგი არ აქვს სოფლიოში. ეს არის ძალიან უნიკალური წყალი, მაგრამ პირობები ისეთი არ არის, როგორც ამ საკურორტო სოფელს შეეფერება. ადამიანი თაში ცხოვრობდე, ტყე იყოს და ადამიანს არ ქონდეს იმისი უფლება, რომ თუნდაც შემოსასვლელი სოფლის გაალამაზოს ღობით. ადამიანებს არ აქვთ იმისი უფლება, რომ ტყეში ხემოჭრან, ღობე გააკეთონ და გაალამაზონ თავიანთი ეზოკარმიდამო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეზოკარმიდამო ლამაზია, სოფელიც ლამაზად გამოიყურება. ხალხის ერთადერთი შემოსავალი, რა თქმა უნდა, მარტო ზაფხულში. ეს არის დამსვენებელი, მაგრამ ეხლა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმდენი დამსვენებელი აღარ არის, როგორც ადრე იყო. პატარა სოფლის ვრცელი პრობლემების ნუსხას თუ ფეხდაფეხ მიუყვებით, ცენტრალურ ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობის მწირი შემოსავალი იკავებს. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, სეზონზე სამკურნალო კურორტით დაინტერესებული სტუმრების მიერ გადახდილი თანხა საარსებოდ რამდენიმე თვეზე უნდა გადანაწილდეს. არის შემთხვევები, როცა სტანდარტული ტარიფი 20-35 ლარიდან 10 ლარამდეც მცირდება. ავადმყოფის მძიმე ეკონომიკური პირობების და ამასთანავე კანზე დაავადების მასშტაბური გავრცელების გათვალისწინებით. თითოეული აღნიშნავს, რომ ნუნისში ჩასული სტუმრის თანადგომა უმთავრესია, რადგან განკურნებული თუნდაც რემისიის ეტაპზე გადასული პაციენტის კმაყოფილება ყოველგვარ შემოსავალს აჭარბებს. უშველით ამით ხალხს ბინებზეც არ გაქვს ის ფასები, ისეთი საგანგაშო ფასები, რომ ვერ გადაიხადოს ადამიანმა. ადამიანის გაჭირვების გათვალისწინებით, ვის როგორ უჭირს, ვის რა შემოსავალი აქვს და ის ასე ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს ის რასაც იტყვიან ადამიანობა გვაქვს, რომ ის თანხები არ გადავახტევინოთ, რასაც ვერ შეცვლებიან. მეც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი 12 წელიწადი ვიყავი მემწოლიანი ფსორიაზის დაავადებით. და ამ წყალს მანამდე სულ ყველგან ნამყოფი ვარ სამანტყოფოებში. მე აქ გამომწერეს ნინოშვილზე იყო თბილისში და იქ პროფესორი ვინც იყო, იმან გამომწერა მე აქ კურორტ ნუნისში წაიყვანე ითო.
ვანა იდგა კრავატის გვერდზე და ზიდავდა ჩემი მეუღლე წყალს და ვსვავდნენ ამ წყალში და აი ას მის მერე სულ ყოველთვის ვღებულობდი გაზაფხულ შემოდგომაზე და აი არაფერი აღარ აქვს საერთოდ. სოფელ ნუნისში კერძო სასტუმრო ფუნქციონირებს, რომელსაც ადგილობრივები კურორტ ნუნისის სახელით მოიხსენიებენ. ბალნეოლოგიური კურორტი 1856 წლიდან მასპინძლობს პროფილური დაავადებების მქონე პაციენტებს, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, წითელი ბრტყელი ლიქენი, სებორეული დერმატიტი და კანის სხვა ქრონიკული პრობლემების გამოვლინება. განკურნება ან რემისიაში გადაყვანა სწორედ ნუნისის უნიკალური წყლის აბაზანების გამოყენებით ხდება. მინერალური წყლის ერთი ჭაბურღილი სოფლის მოსახლეობისაა და როგორც გვიყვებიან სამკურნალო წყლით 60-იანი წლებიდან სარგებლობენ. ეს არის აქ ტყეში კურორტიდან მოშორებული დაახლოებით 2 კილომეტრში არის კურორტიდან რა ეგრეა. კურორტზე თავის 4 საბადო უნდა იყოს იქაც და ეს ცალკე გავაკეთეთ ეს შენობა ავაშენეთ. ვინ გააკეთა სოფელმა? სოფელმა გააკეთა ეს ავაშენეთ ალბათ 2008 წელს ან 2007-ში. ხო, იქიდან ასე რო იყო რომ ხალხი ვერ ბანაობდა და აქ ხალხი სულ მოძრაობს ტყეში დადიოდნენ ესა და ის იყო რა არაკომფორტული და გავაკეთეთ მე ესა სოფელმა აგროვა ფული ვიყიდეთ ცემენტი, ქვა რაღაცები და დავიწყეთ ესა მოვაწყეთ ახ. ნუნისში ზაფხულობით ხალხმრავლობაა. თითოეული მოსახლე ცდილობს შემოსავლის მთავარი ობიექტი ბევრად კომფორტული გახადოს. თუმცა უმეტესობა უმუშევარია და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სოფელში ბუნებრივი გაზი არ არის შეყვანილი. უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტების სიმრავლის მიუხედავად ინტერნეტის გაყვანა ვერ მოხერხდა. ნუნისამდე მიმავალი გზის რეაბილიტაციაც წლების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მოლითი ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96.309.127 ლარია. აღნიშნული დეპარტამენტის ინფორმაციით სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი. გზის აღდგენა მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის შეუცვლელი ტრანსპორტი ახლა მატარებელია. ინფრასტრუქტურული გაუმართავობის თუ ღირსეული ყოფისთვის აუცილებელი რესურსების არ ქონას მთავარი პრობლემა უმუშევრობა ემატება. ნაყოფიერი მიწის მიუხედავად, სასოფლო სამეურნეო საქმიანობით გამომუშავებული პროდუქტით რთულია წლის 4-ვე სეზონი გაიტანო. რამოდენიმე პროექტი იყო, საბრეშუმის გზის პროექტი ერქვა თუ არ ვთქვი, ჩინური კომპანია იყო, იქ მუშაობდა, მაგან მეტნაკლებად რამოდენიმე წლით ალბათ შეაჩერა ეს გასახლების პროცესი, იმიტომ რომ სამუშაო ადგილების შექმნა თუმცა ეგ პროექტი უკვე დასრულდა და ძალიან ბევრ ოჯახს უკვე ეტყობა, რომ აი რამოდენიმე თვეში ან შეიძლება მაქსიმუმ 1 წელიწადში უკვე აქედან წავიდეს. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს პირველ რიგში სკოლაზე, მოქმედებს ბაღზე, მოქმედებს კურორტზეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა მოსახლეობა არ არის, ხელისუფლებაც ცდილობს რომ მაქსიმალურად ნაკლებად ჩაერიოს აქ, იყო რაღაც დაპირებები, რომ თითქოს უნდა გაკეთებულიყო ღობეები სოფელში, მაგრამ ეგ ჩაიშალა. თქვენ როგორ ცხოვრობთ, მითხართ, აი როგორია ყოველი დღე თქვენი? არის უმუშავრობა, ვარ სოციალურზე დამოკიდებული. ბევრი ადამიანია სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული. ბევრია. დაახლოებით ნახევარი მაინც, ნახევარი თუ არა, მე-13 მაინც სოციალურებზე არიან დამოკიდებული. როგორი იყო ადრე ნუნისი? ადრე უკეთესი იყო. ხალხიც მეტი ცხოვრობდა. ხარაგაულის რაიონშია განთქმული სამკურნალო მინერალური წყლები ზვარე და ნუნისი. პირველი შინაგანი, ხოლო მეორე გარეგანი ავადმყოფობის განკურნების უევარ საშუალება და აღიარებული. ეს პირველი არხის არქივში დაცული კადრებია, რომელიც 1999 წლით თარიღდება. არც ისე შორი წარსული, რაც ჩვენს რესპონდენტებს საკმაოდ კარგად ახსოვთ. მოგონებებთან ერთად სურვილით საერთოა.
სოფელში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, გაძლიერდეს შემოსავლის წყარო, რათა უნიკალური მინერალური წყლით და ბუნებრივი რესურსით უხვ ზონას მისი მთავარი დამფასებელი და შემფასებელი, ბარში მიგრირებული ადგილობრივი მოსახლე დაუბრუნდეს.